არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა ასე ჩვენ ავტომატურად ავიღოთ და გადმოვთარგმნოთ. შეუძლებელი არის რომ ნებისმიერი შეზღუდვა და აკრძალვა, ხო, მაგალითად რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, ერთნაირად მუშაობდეს ყველა ქვეყანაში, აქ რა თქმა უნდა გააზრებული უნდა იყოს როგორი სამართლის სისტემა არსებობს ამ თუ იმ ქვეყანაში, აქ გააზრებული უნდა იყოს როგორი ინსტიტუტები არსებობენ. ფარას მოქმედება ამერიკაში მინდა გითხრათ რომ ძალიან ვიწროდ განიმარტება, იქ არის სასამართლო, რომელიც ამას გამარტავს ძალიან ვიწროდ და იქ თავისუფლად ფუნქციონირებენ ორგანიზაციები და ეს კანონი იქ არ არის მიმართული იქითკენ რომ ესა თუ ის ორგანიზაცია გააჩუმოს, გააჩეროს და განსხვავებული აზრი, ასე ვთქვათ, არ გააჟღერებინოს. რეალურად ჩვენ როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ცხადი არის რომ ამ კანონის მიღების მიზანი არ არის გამჭვირვალობა, ხო? ეს არის შეფარული მიზანი, რომელიც რეალურად მიზნას ისახავს განსხვავებული აზრის, კრიტიკული აზრის ქვეყნიდან გაქრობას. იმ პირობებში მით უმეტეს, როდესაც ჩვენ არც ერთი უწყება არ გვყავს დღეს საქართველოში დამოუკიდებელი, არც ერთი ინსტიტუტი არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკური არის და ცხადი არის, რას ემსახურება აი ამ კანონის ასე პირდაპირ გადმოტანა და სიტყვასიტყვით თარგმნა.